ფერმწერ ირაკლი ფარჯიანის 65 წლისთავთან დაკავშირებით ხელოვნების სასახლეში მისი ნამუშევრების გამოფენა მოეწყო. იოანესა და მარკოზის სახარება თანამედროვე ქართული ხელოვნების მნიშვნელოვან ნიმუშს წარმოადგენს, რომელიც უკვე მე-20 საუკუნის კულტურული მემკვიდრეობის უნიკალური ძეგლია. დეტალებს ფარაჯანოვის-სეულის სახარების შესახებ ნათია აკობიას სიუჟეტიდან შეიტყობთ. გახსენეთ დარბები. ჩემი ტკივილი უნდა გაჩვენოთ. გალაქტიონ ტაბიძის პოეზია, გოეთეს ფაუსტი, ჰომეროსის ოდისეა, ქართული მითები და ლეგენდები. ეს ფერმწერ ირაკლი ფარჯიანის შექმნილი ილუსტრაციების მცირე ჩამონათვალია. მხატვრის ოჯახის ინიციატივით პირველად საქართველოში იოანესა და მარკოზის სახარების ფარჯიანისეული ვერსიის პრეზენტაცია გაიმართა. წელს არის ირაკლის საიუბილეო წელი, მას 65 წელი შეუსრულდებოდა. ოჯახმა დიდხანს ვიფიქრეთ, როგორ შევხვედრილიყავით ამ თარიღს და გადავწყვიტეთ საკმაოდ ძველი ჩანაფიქრის განხორციელება, რაც შეიცავს იდეას, რომ ყოფილიყო გამოფენილი ირაკლის სახარებები, ორთავი იოანე და მარკოზი. ხატროსთვის დამახასიათებელი ჩვეული სიმსუბუქით შექმნილი ღრმა შინაარსის მქონე მინიატურები გასული საუკუნის 70-იანი წლების ბოლოსა და 80-იანი წლების დასასრულს შეიქმნა. მაშინ, როდესაც საბჭოთა საქართველოში რელიგიური თემატიკის დაინტერესებული ადამიანებისთვის მკაცრი ცენზურა არსებობდა. ეს იყო ნამდვილი კულტურული შოკი ყველასთვის, მაშინდელი ახალგაზრდების, როგორ კარგად იცოდა ფარჯიანმა შუა საუკუნეების წიგნის ხელოვნება, მაგრამ ამავე დროს ისიც ჩანდა, რომ ეს არ იყო კოპირება და არ იყო სტილიზაცია. და ეს ორი რამ, ანუ ფორმის და შინაარსის აბსოლუტური თანხვედრა განაპირობებდა იმას, რომ მაშინ ძალიან კარგად ხვდებოდით, რომ პრაქტიკულად შედევრი გვეჭირა ხელში. ოჯახისა და კულტურის სამინისტროს ინიციატივით უახლოეს ხანებში ფარჯიანისეული სახარების წიგნად გამოცემაც იგეგმება. ალბათ სოფოსთან ირაკლი ფარჯიანის შვილთან ჩვენ მქონდა შეხვედრა ამის თაობაზე, გარკვეული გეგმა დავსახეთ და მე ვფიქრობ, რომ თუ ყველაფერი ამ გეგმის მიხედვით წავიდა, მაშინ ეს გამოცემაც ალბათ მომავალ წელს უკვე ასე ვთქვათ სამსჯავროზე საზოგადოების იქნება წარდგენილი. ექსპოზიციის ხილვას დამთვალიერებელი ხელოვნების სასახლეში 20 სექტემბრამდე შეძლებს.